10 კითხვა სიყვარულის შესახებ, რომელიც თავს აუცილებლად უნდა დაუსვა. მოკლედ, 17 წლის გოგო, წარმოიდგინეთ, რომელიც მიყვება ცოლად ნარკომანს, გაიპარა. ამ ბიჭუნას არც სამსახური აქვს, არც ბინა, დამოკიდებულია ნარკოტიკულ საშუალებაზე და აი ამ გოგონას აზრით ისინი ერთად ყველაფერს შეძლებენ და გადალახავენ. მისთვის ეს პიროვნება არის საუკეთესო მთელი დედამიწის ზურგზე. ისტორია როგორც დამთავრდება, ალბათ თქვენითაც მიხვდებით, მე აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ ამ წუთას სავარაუდოდ ყველას გგონია, რომ აი ამ გოგონაზე უფრო ჭკვიანები ვართ, მაგრამ ვართ კი? მაშასე, კითხვა ნომერი 1. რა მგონია სიყვარული საერთოდ? ვარ თუ არა მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარის დასანახად მზად? ვარ თუ არა მზად, რომ აღვიქვა ის დღეებიც, როდესაც ურთიერთობაში იქნება პრობლემები, კამათი, ჩხუბი, წყენა, მობეზრება, აზრთა სხვადასხვაობა და ასე შემდეგ და ეს აუცილებლად იქნება. ვარ ამ ყველაფრის მისაღებად მზად? მეც და ჩემი პარტნიორიც, თუ მხოლოდ დადებითს მოველი, მე ან ორივე. კითხვა ნომერი 2. მინდა კი საერთოდ სიყვარული? ვარ თუ არა მზად ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე? ვიცხოვრო მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობებით და ეს დამაკმაყოფილებს? არის თუ არა ჩემი ამჟამინდელი გადაწყვეტილება განსაზოგადებელი მთელი ცხოვრების მანძილზე? ვიცი კი ზუსტად რა მენდომება 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ. ანუ საერთოდ რამდენად აღვიქვამ სიყვარულის მნიშვნელოვანებას. კითხვა ნომერი 3. როგორია ჩემი დამოკიდებულება სიყვარულისადმი? ანუ, როდესაც აი ამ ფრაზას ვახსენებ, ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა, სიყვარულის სიკვდილამდე, რა ემოციები მოდის, რა განცდებთან ასოცირდება? მოდის ის აზრი, რომ ეს სინამდვილეში ზღაპარია, ან შეიძლება ვფიქრობდე, რომ სიყვარული მაინც წარმავალია, დროებითია, ან შეიძლება ვფიქრობდე, რომ სიყვარული რთულია და მოიცა რა, თავის ტკივილია. ანუ საიდან დამებადა ეს აზრები? ვინ მყავს ძალიან ახლო წრეში, ან უფრო შორეულ წრეში ისეთი, ვინც თავიანთი მაგალითებით ჩამომიყალიბა, ან განმიმტკიცა ეს აზრები, ან პირიქით მიმტკიცებს საწინააღმდეგოს. საიდან დაიბადა ჩემში ეს წინარწმენები სიყვარულის შესახებ? კითხვა ნომერი 4. რამდენად მოქმედებს ჩემზე საზოგადოების წარმოდგენების, შეხედულებების, სტერეოტიპები, ან ავტორიტეტული ფიგურების მიერ ჩაგონებული გარკვეული აზრები თუ ინსტრუქციები? შეიძლება ის იყოს დედა, მამა, დედმამიშვილი, მეგობარი, თანამშრომელი, მოძღვარი, რომელიმე საყვარელი მომღერლის ან მსახიობის მიერ ნათქვამი კონკრეტული ფრაზა თუ ასე შემდეგ. მაგალითად, ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული მოდის მხოლოდ ერთხელ. კარგი ქალები სადღა არიან ძმაო? კარგი კაცები ამოწყდნენ. კაცის ღალატი არ აუშავს. სახლში აუცილებლად ქალმა უნდა აკეთოს საჭმელი. მოიცა რა, ისეთი ლამაზი ხარ, იქეთ გდიონ. ან ისეთი სიმპათიური ხარ, იქეთ გდიონ. ოჯახში პალაჟენია, თავიდანვე უნდა დაიჭირო, იცოდე. ან რა ვიცი, 1000 ამდაგვარი. ერთი სიტყვით, რამდენად აზროვნებ შენი საკუთარი აზრებით, კრიტიკული აზროვნებით, თუ აზროვნებ მზამზარეული სტერეოტიპებით? კითხვა ნომერი 5. როგორ მოქმედებს ჩემი წინა გამოცდილებები ამჟამინდელ ურთიერთობაზე, ან მომავალ ურთიერთობაზე, რომლის დაწყებასაც გეგმავ? რა ტრამვები მომაყენა ცხოვრებამ, პარტნიორმა, თუ საკუთარმა გამოუცდელობამ და როგორ ვლინდება ახლა, ვთქვათ, შედარებების სახით, რას ვეძებ ისეც პარტნიორში, რის გამოც შეიძლება სულ ერთი და იგივე ტიპაჟის ადამიანებს ვიზიდავ. კონკრეტულად რა მიზიდავს ადამიანში და რა უნდა გავითვალისწინო ისეთი, რაც წინა გამოცდილებებიდან ვისწავლე. თუ საკუთარი გამოცდილება არ გამაჩნია, ვთქვათ, შეიძლება ჩვენ მეგობრების გამოცდილებიდან რა ვისწავლე და რას ვფიქრობ ახლა. კითხვა ნომერი 6. ნამდვილად მიყვარს თუ არა ეს ადამიანი? თუ მიყვარს,
ჩემი ფანტაზია მის შესახებ. ანუ ხომ არ მივაწერ გარკვეულ თვისებებს, რაც მას სინამდვილეში საერთოდაც არ აქვს. და შეიძლება ჩემი ფანტაზია სწორედ იმიტომ მერჩინოს რეალობას, რომ ასე უფრო ლამაზი და საინტერესოა ურთიერთობა. ასე უფრო მეტ ვნებას და ხალის აღძრავს ჩემში და ინტერესს. რეალურად ვიცნობ კი ამ ადამიანს საკმარისად კარგად, ან საერთოდ რითი დაიმსახურა მან ჩემი სიყვარული. იქნებ იმით, რომ სხვა გოგოებს ის მოსწონს და მან კი მე ამირჩია. გავიმარჯვე. იქნებ იმიტომ მომწონს, რომ მას სტატუსი აქვს, ან ფული, ან ძალაუფლება. იქნებ იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ის ძალიან კარგ მამობას გაუწევს ჩემს შვილებს. იქნებ იმიტომ, რომ გარეგნობამ მომხიბლა მასში, ან იუმორის გრძნობამ. ანუ რა არის ჩემთვის პირობა, რომ მე ადამიანი მიყვარდეს. და რეალურად ეს პირობა არის თუ არა საკმარისი, რომ ურთიერთობა შენარჩუნდეს ხანგრძლივად, იყოს ჰარმონიული და ბედნიერი. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აი იმ 17 წლის გოგოს სწორედაც ეგონა, რომ მისი ბიჭი ყველა პირობას აკმაყოფილებდა, მაგრამ ხვდებით ხო? მეშვიდე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ეს არის, მოახდენს თუ არა ეს კონკრეტული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში დადებით გავლენას. თუ იქონიებს პირიქით უარყოფით ეფექტებს, იმიტომ რომ თუ კი ურთიერთობაში სტრესი სისტემატიურად აღემატება სარგებელს და სიხარულს, ესე იგი რაღაც ისე ვერ არის. სინამდვილეში ჰარმონიული ურთიერთობა ხელს უნდა უწყობდეს თქვენს პიროვნულ ზრდას, თქვენს კარიერულ განვითარებას, თქვენს სულიერ ზრდას, თქვენს მენტალურ ზრდას, უფრო მრავალფეროვანს და ცხოვრების ხალისით სავსეს უნდა გხდიდეთ. ანუ რესურსების მიმოცვლა უნდა იყოს ორმხრივი. და ამ რესურსებში მე არ გულისხმობ მაინც და მაინც ფინანსურ რესურსს, აქ იგულისხმება ზრუნვაც, იგულისხმება სითბოც, საჩუქრებიც, ყურადღებაც, დროის გატარება ერთად, ინფორმაციის მიმოცვლა, ანუ ყველაფერი ის, რითიც ჩვენ სიყვარულს გამოვხატ. მერვე, როგორც არ უნდა მიყვარდეს ეს ადამიანი მე. თუ კი მას არ ვუყვარვარ, შემერგება ასეთი ცხოვრება და ასეთი ურთიერთობა. იქნებ ამ ადამიანს საერთოდ არ მოსწონს ჩემნაირი ტიპაჟები. ან იქნებ ადრე მოსწონდა და შემდეგ რაღაც შეიცვალა. და აღარ მოსწონს, უბრალოდ აღარ ვუნდივარ. შემიძლია, რომ ვინმე ვაიძულო, შევუყვარდე, ან ძალით პატივი მცეს. მიღირს კი, რომ მე ჩემი ჯანმრთელობა, ნერვები და სხვადასხვა რესურსი შევალიო ამ ადამიანის შეცვლას, გამოსწორებას, ან მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. ხომ არ გამომფიტავს და დამღლის ეს ყველაფერი ისე, რომ პრინციპში შეიძლება ასეთი სიცოცხლე აღარც კი მიღირდეს. იქნებ ეს ადამიანი უბრალოდ იდიოტია. მეცხრე შეკითხვა. ნიშნავს თუ არა, რომ მე ცუდი ქალი ან კაცი ვარ, რომ მე უღირსი ვარ, რომ მე არასასურველი ვარ, თუ კი ვიღაც ერთ კონკრეტულ ადამიანს მე არ ვსურვარ. ნიშნავს, რომ თუ კი ვიღაც არ მაფასებს მე, ესე იგი ჩემი ფასი არის დაბალი. ან პირიქით, ნიშნავს, რომ მე საუკეთესო ვარ, თუ კი ვიღაც ჩემზე გიждდება, ან ვიღაცეები ჩემზე გიждდებიან. ანუ განვსაზღვრავ თუ არა მე საკუთარი თავის ფასს სხვების შეხედულებებისამებრ. თუ მე ვიცი ზუსტად ვინ ვარ, როგორი ვარ, ვიცი რა არის ჩემში კარგი, ვიცი რა არის ჩემში ცუდი და გამოსასწორებელი და ვიცი რას ვიმსახურებ, ვიცი ვის ვიმსახურებ. რამდენად ღირს რომ გადავკეთდე და მოვერგო იმ ადამიანს, რომელიც სინამდვილეში არ მიმსახურებს. შევიცვალო ჩემი პრინციპები და ღირებულებები მის გამო. გამაბედნიერებს ასეთი ცხოვრება. და ბოლოს მეათე. ვარ თუ არა მზად მივიღო აი ისეთი იდეალური სიყვარული, როგორიც მე წარმომიდგენია და შევინარჩუნო. ვარ თუ არა მზად მივიღო და გავცე ამ ურთიერთობისთვის. მე თვითონ ვთვლი თუ არა თავს ღირსად
ასეთი ადამიანის, ასეთი ურთიერთობის და მიშლის თუ არა საკუთარი შიშები და კომპლექსები აი ამ ურთიერთობაში ხელს. მზადყოფნაში იგულისხმება არა მხოლოდ ემოციური სურვილი, რომ ყველაფერი კარგად იყოს, არამედ მზაობა მენტალურად, რომ ყოველდღიურ ყოფაცხოვრებით ეპიზოდებში მე ამ ადამიანს ვედგე გვერდში. შევასრულო ის ფუნქციები, რასაც ერთმანეთისგან მოვითხოვთ შეთანხმებულად, რა თქმა უნდა, რომ მე მზად ვიყო სხვადასხვა ემოციურ ფონზე ვმართო საკუთარი დამოკიდებულებები, სიტყვა-პასუხი და ქცევა. გისურვებთ ძალიან დიდ ყოვლისმომცველ სიყვარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. წარმატებები. ახლა და აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი ემოციები და შეხედულებები.